საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მივესალმები ლოტო 6.42-ის ერთგულ მოთამაშებს, ყველას ვინც თვალსადევნებ ტელეკომპანია რუსთავიორს. რა თქმა უნდა, თქვენთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა დავიწყო მოლოცვით. ყველას მოგილოცოთ ახალი 2025 წელი, ხვავის, ბარაკის, წარმატების, სიხარულის, სიყვარულის, ყოველივე საუკეთესოს მომტანი და დასაბამი ყოფილიყოს ეს წელი თითოეული თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხის მწვანე გველის წლის მანძილზე კიდევ 1 მილიონერი აუცილებლად შეემატება ჩვენს ქვეყანას. და რადგან ვახსენე მილიონით, ყველად არ მიხსენებია, მით უმეტეს იცით, რომ ლოტო 6.42-ის ფარგლებში ჩვენ ვათამაშებთ ჯეკპოტს, რომელიც შეადგენს 1,841,735 ლარს და მეორე საპრიზო კატეგორიაშიც კარგი თანხა მოგვიგროვდა 25,000 ლარს გასდა, იმიტომ რომ უკვე გასულ წელს, ანუ 2024 წელს ჩვენ 109,000 ლარზე მეტი გავათამაშეთ და აბა ვნახოთ რა მოხდება დღეს. ავითვალოთ ტრადიციულად 3, 2, 1 და ჩვენს ჯადოსნურ ღილვაგს დავაჭიროთ ხელი. ნახოთ აბა როგორ დავიწყებთ 2025 წელს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტენდენცია კარგი იქნება და მსხვილ თანხებს აუცილებლად გავათამაშებთ და პირველი მომგებიანი ბურთი უკვე ადგილზეა. 25 გახლავთ, ლურჯი ფერი შემოგთავაზა დღეს პირველი ლოტოტრონმა. მეორე მომგებიანი ბურთი უსასრულობა მწვანე ფერის 8 რიცხვი და ველოდებით უკვე მესამე მომგებიან ბურთს. მესამე მომგებიანი ბურთი გახლავთ 7, რომელიც მე თუ არ ვცდებით ცხელ რიცხვებს შორის აუცილებლად შევხვდებით მას და 28 არის მეოთხე მომგებიანი ბურთი ყვითელი ფერის ამჯერად და ველოდებით უკვე მეექვსე მომგებიანი ბურთს, რომელიც ასევე მეხუთეს უბრალოდ, რომელიც ასევე მოგორდა ჩვენთან 36 გახლავთ ის და ვართ მეექვსე მომგებიანი ბურთის მოლოდინში, რომელიც იცით, რომ ჯეკპოტის შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. 4 არის მეექვსე მომგებიანი ბურთი და დაგვრჩა უკვე ბონუს რიცხვი, რომელიც ასევე ადგილზე მოთავს და ის გახლავთ 23. გადავიმეოროთ რიცხვები 25, 8, 7, 28, 36, 4 და ბონუს რიცხვი გახლავთ 23. მე ყველას რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც აღვნიშნე, რომ დღეს კარგი და მსხვილი თანხები გათამაშდება. აქვე უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ლოტო 6.42-მა საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზასთან ერთად არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განახორციელა. არც წინა საახალწლო პერიოდი იყო, ასე ვთქვათ, გამონაკლისი და სოციალურ დაუცველი ბავშვები გაახარა. მოდი ვნახოთ სიუჟეტი და მე შედეგებით უკვე დაგიბრუნდებით ძალიან მალე. ბავშვებო, მოგესალმებით საქართველოს ეროვნული ლატარიის სახელით. მოვედით, რათა საახალწლო სურვილები აუსრულოთ ფონდი მომავლის გზის 3 აღსაზრდელ ბავშვს თედო ლემონჟავა. თედოს უნდა ჰაუერბორდი და ნაძვის ხე. ვანსა პავლიაშვილი. შენი სურვილი იყო ჰაუერბორდი და ლეპტოპი. გაიხარე. ნიკა კუპყელაშვილი. მილოცავ ნიკა. ეს ჰაუერბორდი. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნულ ლატარიას იმ მრავალწლიანი თანამშრომლებისთვის, რასაც აკეთებს მომავლის გზის ბავშვებისა და ბენეფიციარებისთვის. ლატარიის ეროვნული კომპანია ჩვენ ბავშვებს უსრულებს სურვილებს. ასევე მოხდა დღესაც. დიდი მადლობა საქართველოს ეროვნული ლატარიის მომხმარებლებს. საქართველოს ეროვნული ლატარიის და საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზის ურთიერთთანამშრომლობა უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენ ყოველწლიურად ვასაჩუქრებთ და ვახარებთ ფონდის ბენეფიციარებს. დღეს 3 ბავშვს, რომლებმაც თოვლის ბაბუას მიწერეს საახალწლო სურვილები, გადავეცით საახალწლო საჩუქრები, აუსრულებთ მათ სურვილები. დიდი მადლობა ლატარიის ერთგულ მოთამაშეებს, რათა მათ გარეშე ბავშვების გახარება შეუძლებელი იქნებოდა. გახსოვდეთ მაშინ, როდესაც თამაშობს ლატარიას, თქვენ ავტომატურად ხდებით ქველმოქმედების მონაწილე. ბილეთები და შემოსული თანხის ნაწილი სწორედ საქველმოქმედო პროექტებს ხმარდება. გილოცავთ ახალწელს და ყოველივე საუკეთესოს გისმენთ. ბავშვების ბედნიერ სახებზე ძვირფასი ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლა არაფერი არ არის. ჩვენი შედეგები შეგვიძლია რომ გაგიზიაროთ. გათამაშდა მეოთხე საპრიზო კატეგორია 825 ლარი 2 ადამიანმა გაიყო. მოგება ბილეთზე შეადგენს 412 ლარს. მეხუთე და მეექვსე კატეგორიები, მაგრამ არ გათამაშდა ჯეკპოტი. მეორე და მესამე საპრიზო კატეგორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო გაზრდილი საპრიზო კატეგორიებით აუცილებლად დაგიბრუნდებით სამშაბათ დღეს. ყველას გემშვიდობებით, ბედნიერ და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.